90-იანებში გადაღებული ფილმები ხომ მაგრად გვევასება. ხო და ერთი ძალიან დედის მტყელი ფილმი გამახსენდა, რომელიც მგონია რომ ბევრს არ გექნებათ ნანახი. Recomendación. სათავგადასავლო ტრილერი The Edge. მთავარ როლში მონაწილეობენ ენტონი ჰოპკინსი და ალეკ ბოლდვინი. თვითმფრინავით ვარდებიან სადღაც ტყეში ავიაკატასტროფის შედეგად, დიალურად არის აღწერილი ბრძოლა ადამიანს და ბუნებას შორის, ადამიანს და საკუთარ თავს შორის. მე მგონი კარგად ავწერე და პლუს უზარმაზარ დაათვს. ერთი ძალიან საინტერესო სიტყვები დამამახსოვრდა, რომელსაც ენტონი ჰოპკინსი იძახის. დაკარგულ ადამიანს შიმშილი ან წყურვილი კი არ კლავსო, სინანული კლავსო. ამ თვითმფრინავში რო არ ჩამჯდარიყავი, რო არ მექნა იმისთვის რომ არ დამერეკა, ნეგატიური ფიქრები კლავსო ადამიანს. 90-იანებში გადაღებული ფილმები არის ჩემი საყვარელი. შიგადაშიგ მაგ ეპოქის ფილმებიც გაგიზიაროთ ხოლმე. დღეს გირჩევთ ორს. Recomendación. პირველი არის გლენგარი გლენ როს. ნანახი დარწმუნებული ვარ ბევრს არ ექნება. მთელი ფილმი არის აგებული სამსახიობო კლასზე. ალ პაჩინო, ალეკ ბოლდვინი, ედ ჰარისი, კევინ სპეისი. ერთმანეთზე მაგარი როჟები თამაშობენ. მაღალი ხარისხის რამა. მეორე ფილმი არის Ghost Dog. ჯიმ ჯარმუშის ალბათ მაქსიმუმ 50 ლარი დაუჯდებოდა ამ ფილმის გადაღება. მთავარ როლში თამაშობს შეუდარებელი ფორესტ უაიტეკერი, ხო იცი ეს? ფილმი მუსიკალურად გააფორმა რიზამ. Ten Clan-ის რიზამ. მან ერთი სცენა არის მანქანებს იპარავს და ვიდიში დისკებს ისე საკაიფო დაცურებს და თან მუსიკას რაღაცნაირად აჯენს. შეიძლება ღამე გავარდე და მანქანების მოპარვა დაიწყოთ. სამი ხარისხიანი ტრილერი, რომელსაც ცოტათი მეტი დაფასება ჭირდება. ორი შედარებით ლაითია, ერთი კიდე უფრო ცხარე. კევინ კოსტნერის Mr. Brooks. ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც კევინ კოსტნერი ანტაგონისტის ამპლუაში მოგვევლინება და ძალიან უხდება. საინტერესო აზრიანი ტრილერი. The Looper. Bruce Willis-ი ახალგაზრდა Bruce Willis-ის წინააღმდეგ. ახალგაზრდა Bruce Willis განასახიერებს ჯოზეფ გორდონ ლევიტი. საკმაოდ საინტერესო და ხარისხიანი ტრილერი ბლოკბასტერი. თათი პილპილად მოყრილი ზებუნებრივი მოვლენებიც, რომელიც ძალიან უხდება sci-fi-ის ჟანრს, sci-fi ტრილერს განსაკუთრებით. Wind River. ალიასკაში მოხდება სასტიკი მკვლელობა, რომლის გამოსაძიებლადაც შტატმა გაგზავნა ფედერალური ბიუროს აგენტი ელიზაბეთ ოლსენის სახით. გამოძიებაში ეხმარება ადგილობრივი მონადირე ჯერემი რენერი. საკმაოდ საინტერესო, სასტიკი, ცხარე ტრილერი. ჩაუჯექით და მიწერეთ რომელი დაუფასებელი ტრილერი გახსენდებათ. ხო და თან გამოიწერეთ ჩემი გვერდით, სანამ ჩამეძინა. ძალიან სიგიჟე ფილმი გამოგჭა ყველას. Recomendación. ბაბილონი. იმის ნანახი გააქვთ. ბრედ პიტ და მარგო რობიო თამაშობენ. საოცარი ფილმი. ისეთი სიგიჟეები ხდება, რომ ვერც მოგიგო. სინოფსის მოყოლანო აზრი არ აქვს. მოკლე შინაარსი არ აქვს. მაგრამ დაავიწყდათ გაპიარება თუ მარგო რობის ფართიზე მისვლის სცენა უწყვეტი კადრით გადაღებული. მარტო მაგის გამო შეიძლება მაგ ფილმის ყურება ყველაფერს თავი დავადებოთ. ორი რენდომ ფილმი, რომლის ყურებაც მაგრად გაგისწორდება. სტალინის სიკვდილი. Investigate. Should you shut the fuck up before you get us both killed? ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული, ირონიული და კომედიური ჭრილით დანახული საშინელება, რაც ხდებოდა სტალინის სიკვდილის შემდეგ და სამზარეულოში, როგორ ხოცავდნენ ერთმანეთს ხრუშოვი, ბერია და კიდე სხვა წარმონაქმნები ერთმანეთს ძალაუფლებისთვის. ძალიან სასაცილო მაგარი მსახიობებით აუცილებლად გირჩევთ ამის ყურებას. The Secret Life of Walter Mitty. Ben Stilleris ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და good კომედია, რაც კი მეოდესმე მინახავს. თან ძალიან ორიგინალურია, არც ერთს არ გავს, რაც აქამდე მაქვს ნანახი. ძალიან გულჩათხრობილი ადამიანის თავგადასავალზეა, რომელსაც ოფისის გარეთ ცხვირი არ გაუკვია და უცბად ტვინში გადაუტრიალდება და საოცარ ადგილებს მოინახულებს. ამ ფილმის ყურებას რომ დაასრულებ, შეიძლება ჩემოდანი ჩაალაგოთ და წახვიდეთ სამოგზაუროდ.
მადლობა მე გადამიხადეთ. ინასთანშობაო და საახალწლო პერიოდია, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი საყვარელი ფილმები შემოგთავაზოთ ამ ჟანრიდან. Top 5 ფილმს. Recomendación. წინასწარ გავხსნით ამ სიაში არ იქნება არც აძინდომები, გრინჩები და რაღაცეები. ჩემი საყვარელი ფილმები. ამ ვიდეო სპეციალურად არ დავადე საახალწლო მუსიკა და სიმღერა, იმიტომ რომ მოლები და მაღაზიები ისედაც გამოგიწვავენ twins ჩემი დახმარების გარეშეც. Holdovers. ამ ფილმზე უკვე ვისაუბრე, 2 წლის წინ გამოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეკრანიზაცია, რაც შეიძლება ნახო ამ ჟანრიდან. Bad Santa, ჩემი საყვარელი ფილმი, იმიტომ რომ არის უბრალოდ ის შავი, სურდული იუმორი, რომელზეც საჭიროა რომ მინიმუმ უყურებ. კიდე ერთი ჩემი საყვარელი საშობაო ფილმი არის Family Man. ამ ფილმში არაფერი არ არის ისეთი ბნელი და შავი, რაც მიუთითებდეს იმას, რომ მენტალური პრობლემები მაქვს, მაგრამ ესეთი feel good, სასიამოვნო ოჯახთან ერთად საყურებელი ფილმი არის. ნამდვილად ეს როლის უთყვილად მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი აქ არის. კლაუს, ეს არის ანიმაცია სანტა კლაუსის დასაბამის ისტორიაზე. Netflix-ის ანიმაცია და ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი ხარისხის, ძალიან სასიამოვნო, აზრიანი მულტფილმია, რომელიც შეგვიძლიათ ბავშვებსაც აყურებინოთ, უფროსებსაც, ყოველებსაც აყურებინოთ, უსწრეულებსაც აუჯექით. და რა თქმა უნდა, Die Hard. ყველა მაღიარა, რომ ეს ფილმი არის საშობაო ფილმი. გარდა Bruce Willis-ის. Die Hard is not a Christmas movie. It's a goddamn Bruce Willis movie. ეგ არის და ეგ, ჩაუჯექით და ისიამოვნეთ. მრავალ ახალ წელს და მრავალ შობას. ამი რენდომ ფილმი, რომელიც ყველას უნდა ქონდეს ნანახი. შეინახე ეს ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან კარგ ფილმებს გირჩევა. ხო იცი ჩემი ამბავი. Recomendación. Panic Room. ეს არის დევიდ ფინჩერის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფსიქოლოგიური თრილერი. დამიჯერეთ, ვისაც არ გაქვთ ეს ფილმი ნანახი, ეხავე ჩართეთ და უყურეთ. ისეთი მაგარი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან ჯოდი ფოსტერი, ფორესტ უაიტეკერი, ეს ხო იცით? და ჯარედ ლეტო. მეორე ფილმი არის sci-fi დეტექტივი თრილერი. ერთ-ერთი ყველაზე საკაიფო ფილმია თავის ჟანრში. უილ სმითი თამაშობს და მის წინააღმდეგ არის ხელოვნური ინტელექტი. ძალიან საინტერესოა, უყურეთ. მესამე პლანეტა კეიპაქსი, ჯეფ ბრიჯისი და კევინ სპეისი. ამ ფილმს არაფერი ჩემი წარდგენა და არც ახსნაჭირდებათ. ეს ვიდეო ეხლავე გათიშე და ჩართე. ამით დაიწყე, ამ 3-დან აი ამ მესამეთი დაიწყე. დამიწერეთ კომენტარებში, რომელ ფილმს აყურებინებდით. ყველა იდიოტს ძალით აი ეს თვალები რო დაუჭიროთ ან. ეხლა მე გეტყვი 3 ფილმს, რომელიც ყველას უნდა ქონდეს ნანახი. წავიდა LA Confidential, ფილმი, სადაც თამაშობს ჩემი ბავშვობის პირველი celebrity crush-ი, იმბერ სინჯერი. მაგის გარდა თამაშობენ Russell Crowe, Guy Pearce, Kevin Spacey და კიდე ძალიან ბევრი მაღალი დონის მსახიობები. დეტექტიური ჟანრის 50-იანი წლების ლოს-ანჯელესში ხდება ულენები კორუფციაზე, ინტრიგებზე და ეგეც საინტერესო ამბებზე, მკვლელობა, წარცვა და დედის ტყუები ხდება ყველა ნაბიჯში. თუმცა ამ ფილმმა არაერთი ოსკარიც მოიპოვა თავის წლებში. რიდლი სკოტის მარსელი, ქალაქი მარსელი არა, მარსზე მაცხოვრებელი ადამიანი. მედ დეიმონი თამაშობს. პირველად რო ვნახე ეს ფილმი, კი მომეწონა, მაგრამ დიდად არ აღვთოვანდი მეთქი მორიგი სამეცნიერო ფანტასტიკაა თქო. მე რაღაც 2-3 წლის მერე კიდე მეორეჯერ ვნახე და მივხვდი, რომ ბევრად უფრო ჭკვიანური ფილმია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით მესამე ფილმი, რომელიც აუცილებლად ყველას უნდა ქონდეს ნანახი, არის ამელი. ფრანგული რომანტიული კომედია და ასე შემდეგ. ბევრი ჟანრის მიქსია. ვიცი, ბევრს არ გიყვართ რომანტიკული მელოდრამა, მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს ისეთი ფილმია, რომ ჩემი აზრით აუცილებლად სანახავია, მარტო იმიტომ, რომ
სიკეთეზეა, სიყვარულზეა. ბევრი ისეთ იდიოტ და უსულო ადამიანს ვიცნობ, ვისაც ეს ფილმი რო ქონეს ნანახი, აი შედარებით ნაკლებად უსულო და იდიოტი იქნებოდა დამიჯერეთ. შაუჯექით და დამიწერეთ თქვენ რომელ ფილმებს გაუწევთ რეკომენდაცი. ორი ფილმი, რომელიც არა, სამი ფილმი, რომელიც ყველას ნანახი უნდა ქონდეს. არ მაინტერესებს. წავიდა. Master and Commander, Far Side of the Sea. World. It's of the world. მოკლედ Russell Crowe-ро თამაშობს. ინგლისელ საბრძოლო გემის კაპიტანს. სამწუხაროდ ესეთ ფილმებს უკვე ძალიან დიდი ხანია არ იღებენ და ნაჭირთ. მაგ დედა აფეთქებულებს ფული არა აქვთ, თავში ტვინი არა აქვთ, გეები გამოელია, მსახიობები არ ყავთ, თუ რაშია საქმე. უმართავ ჰოლივუდს, გადაიღეთ ესეთი ფილმები კიდე გვინდა. საზღვაო საბრძოლო, ოღონდ ისტორიული ფილმები და არა ის რაღაცა ფრინავი გველეშაპები და ზღვის ცხენები, ისტორიულები. მეორე ფილმი, რომელიც ყველა მინდა რომ ნახოს, ალბათ ბევრს გექნებათ ნანახი, მაგრამ მაინც ყველამ უნდა ნახოს, არის The Game, დევიდ ფინჩერის The Game, სადაც მაიკლ დუგლასი და შონ პენი თამაშობენ ძმებს. მაიკლ დუგლასი არის ფულზე ჩაცილული უფროსი ძმა, უსულო საგანი გახდა და ამის ძმა ნერვიულობს და დაბადების დღეზე გაუკეთებს ძალიან ორიგინალურ საჩუქარს. ამ საჩუქარს არ მოგიყვებით, სპოილერი არ გამოვიდეს, უბრალოდ უყურეთ და დატყვით. ძალიან ორიგინალური ტრილერია, რაც მთავარი კარგი მსახიობებით და კიდევ უფრო მაგარი რეჟისორით. მესამე ფილმი არის ბანკის ძარცვა. ყველას უყვარს ეს ჟანრი, რომ ჩემი აზრით ყველას ოდესღაც უფიქრია კოსმოსში გაფრინაზე და ბანკის გატანაც. Spike Lee's Inside Man, სადაც დენზელ ვაშინგტონი და კლაივ ოუენი თამაშობს. ეს ფილმი თქვენია ბევრს აქვს ნახი, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ უყურეთ, რომ ძალიან ჭკვიანი ფილმია. აკლია ჰოლივუდს ესეთი ფილმი. ამიწერეთ კომენტარებში კიდე რომელი ფილმი უნდა გქონდეს ყველას ნახი. დავროვებით. Recomendazioni. არის ეგეთი ფილმი Best of 2013 წლის ფილმი ჯეფრი რაში თამაშობს თავის. რა ხდება ფილმში? ჯეფრი რაშის პერსონაჟი არის ხელოვნების ექსპერტი, აუქციონერი და კოლექციონერი. დახურული ტიპი არის. ახთან თეთრად ვარს პატარებს საქმეში მაგარი პროფესიონალი. და ერთხელაც რაც ხალი დაიქირავებს რაღაცა მისი ოჯახის დატოვებული ხელოვნების ნიმუშები შეაყვანს და ხდება მთელი ამბები და პსიქოლოგიური, მისტიკური დრამა და საინტერესოდ გადაღებული და როცა უყურებ, მე მითხარი ეწოდა თქმა და მიაუღოს და უბრალოდ გავწევ რეკომენდა. კიდევ ერთი ძალიან მაგარი ძალიან მაგარი დრამა ძალიან სასაცილო სცენები. ამ ხელოვნური ჭიერესი მსახიობის ხელს ანდემში ძალიან მაგარი შედის ამ სუპერნოდად. უმაგრესი ქიმია აქვს, რაც ძალიან მაგარი საყურებელი. წყალწარებულ ტიპზე არის, რომელიც ვალებში და ტყუილებში იხჩობა და მე პირდაპირ გაგებით აპირებს დინარეში ჩახჩობა. ხიდიდან სანამ გადახტება, დაინახავს მეორე ადამიანსაც, რომელიც თავს იკლავს და გადაარჩი. ამის მერე იწყება ამათი ძალიან მაგარი მეგობრობის ისტორია, სწორად სიყვარულის ისტორია. ფილმი იდეალურად ასრულებს თავის საქმეს. გიყვება საინტერესო ისტორიას, თან გართობს და თან მნიშვნელოვან სათქმესაც გაწვდის. მეტი რაღაცა. ჩაუჯექით და ვისაც გაქვთ ნანახი, დამიწერეთ ანჟელა. ეხლა ხო მთელი მსოფლიო ნაბახუსევია. ხო და გადავწყვიტე რამე ისეთი ფილმი გირჩიოთ, რომელიც კიდე უფრო ჩაგაჭერთ და უფრო ცუდ ხასიათზე. რეკომენდაციო. 2004 წლის Clint Eastwoods გენიალური Mystic River-ში მონაწილეობენ შონ პენი, ტიმ რობინსი და კევინ ბეიკონი. ფილმში შონ პენმაც და ტიმ რობინსმაც ოსკარები აიღეს თავარი როლი და მეორე ხარისხოვანი როლებისთვის. ბავშვობის მეგობრები, რომლებსაც ერთმანეთს დიდი ხანი არ უნახავთ, სასტიკი ტრაგედიის გარშემო მოუწევთ გაერთიანება და შეკრება. ძალიან საინტერესო
ტრილერი დრამა არის. ეს ფილმი რომ ვნახე, დაახლოებით 1 კვირა ვფიქრობდი მაშინ. და მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ფიქრი მაგდონეზე შემეძლო. შეინახეთ ეს ვიდეო, უყურეთ ამ ფილმს და დაინძიმეთ ნაბახუსები. ძალიან მაგარი sci-fi ტრილერი დრამა გამახსენდა. შეიძლება ნანახი გქონდეთ, მაგრამ აიხნის მივიწყებულ რეკომენდაცია. ეს არის District 9. უცხოპლანეტელების ხომალდი ჩამოვა სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში და ადამიანები მოაწყობენ იქ გეტოსავით, იზოლაციაში მოაქცევენ უცხოპლანეტელებს. ერთ-ერთი სახელმწიფო მუშაკი ჩვეულებრივ თავის რუტინულ სამუშაოს დროს არში გაეხვევა. ამ შარიდან გამოსასვლელად კიდე ადამიანები აღარ ეხმარებიან და ჩაუპაძელნიკდება ერთ-ერთ უცხოპლანეტელს. ძალიან მაგარი გადაობა და ძალიან ორიგინალური ფილმი არის. sci-fi დრამებს არც ერთს არ გავს. მელი ეგეთი დრამა გახსენდებათ დამიწერეთ. IMDb-ის შეფასებები როგორც წესი ზუსტია ხოლმე და მეც მაგის მიხედვით ვჯელობ უყურო თუ არა ფილმს. მაგრამ არის ეგეთი გამონაკლისები, როცა IMDb-ის შეფასება უსამართლო ყოფილა. და ეხლა წარმოგიდგენთ ჩემს ათეულს 6-დან 0-დან 6-დან 9-ში ჩათვლით. და მადლობა აი ამ კითხვის დავსვას. რეკომენდაციო. The Edge. ამ ფილმზე ნალაპარაკები მაქვს და ძალიან მაგარი ფილმია. ენტონი ჰოპკინსი და ალეკ ბოლდუინი თამაშობენ. 21. ესეც ძალიან დაუფასებელი ფილმია. კევინ სპეისი და ჯიმ სტარჯის თამაშობს, მე მგონი სწორად ვერაზორს ვერ ვამბობ მაგ ტიპის სახელს სწორად, მაგრამ ძალიან საინტერესო ფილმია. კოლეჯის სტუდენტებზე არის, რომლებიც კარგად ანგარიშობენ და პოკერის თამაშს ასწავლის მათი ედ შორტი. ესეც საკმაოდ საინტერესო ფილმი არის. კარგი კომედია ჰოლივუდის შიდა ინტრიგებზე და ცოტა კრიმინალურ კომედიაში გატარებული. ჯონ ტრაvolta მთავარ როლში, დენი დევიტო, ჯინ ჰეკმანი და მოკლედ ძალიან ბევრი 90-იანების სტარები მონაწილეობენ. Bandits. ეს ფილმიც ძალიან მიყვარდა ბავშვობაში, სადაც ბრუს უილის თამაშობს, ბილი ბობ თორნტონი და კეით ბლანშეტი ბანკების ძარცვაზე. Kingpin. ძალიან სასაცილო ფილმია. უდი ჰარლსონის მონაწილეობით. უდი ჰარლსონზე ვგიჟდები. Wild Things. ძალიან სექსუალური, კრიმინალური 90-იანებში ძალიან პოპულარული იყო და ესეთი დაბალი შეფასებას ანიმსახურებს ჩემი აზრით. Enemy. ამ ფილმზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არის დენი ვილნევის, თამაშობს ჯეიკ ჯილენჰალი და სასტიკად არასამართლიანად აქვს ეს შეფასება. Risky Business. ტომ კრუზი ამ ფილმით გახდა ძალიან პოპულარული და თან ძალიან კარგი ფილმია, სასაცილოც, საინტერესოც და ორიგინალურიც გირჩევთ. Secret Window. ძალიან მიყვარს ეს ფილმი, ჯონი დების და სტივენ კინგის კოლაბორაცია და საინტერესო პერსონაჟს განასახიერებს ასევე ჩემი საყვარელი ჯონ ტორტურო. The Breakup. Vince Vaughn და ჯენიფერ ენისტონის სასაცილო კომედიური რომანტიკული ფილმი, რომელსაც არ აქვს ბანალურად წირპლიანი დასასრული. გაუჯექეთ და დამიწერეთ, რომელი ფილმი იმსახურებს უფრო მაღალ შეფასებას ვიდრე აქვს. ჩემს საყვარელ კრიმინალურ დრამას მინდა გამოციო რეკომენდაციები. მენდესის Road to Perdition. იგივე დაწყევლილი გზა. მთავარ როლებში არიან ტომ ჰენქსი, პოლ ნიუმენი, ჯუდ ლოუ და დენიელ კრეიგი. ფილმი არის 1930-იან წლების ამერიკაზე განგსტერულ გარჩევებს, შურისძიებებს, ურთიერთობებს, როლებიც, დრამების, თრემლებიც, პოლ ნიუმენი ხოლმე და ეს მაშინით გრევსი კავუას და იმაგის ტრენია უჩველი ზონება ახალი ცხელი ტრილერი ხო განისტორდება. ამ ვიდეოს რეკომენდაციონ. 90-იან წლების ამერიკის ერთ
2017 წლის შონ ბეიკერის ფილმი 6 წლის გოგონაზეა, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად ფლორიდაში, პატარა რაღაცა ბანძ მოტელში და მის ყოველდღიურობაზეა, როგორც ცდილობს გადარჩენას, როგორ ციღარიბეში ცხოვრობენ, მაგრამ ეს ყველაფერი არის აღწერილი ძალიან მხიარულად, რაღაცა ლამაზად და ორიგინალურად. არის რაღაც ჩაჭერა, დრამა არ არის, მაგრამ დრამა. მაგის ფილმი ერთი ნორა გამოდის მალე. ჯერ არ დადებულა არსად, მაგასაც უყურებ და მე მაგასაც გეტყვით დაია თუ არა. მეორე ფილმი ვფიქრობ, რომ ძალიან დაუფასებელია. 2018 წლის American Enemies. ეს არის ნამდვილ ისტორიაზე. კოლეჯის სტუდენტებმა გადაწყვიტეს ბიბლიოთეკიდან მოიპარონ რაღაცა ძალიან ძვირადღირებული წიგნი, რომელიც მილიონები იღებს. კრიმინალური დრამა არის. თან ძალიან მაგარი ხილები თამაშობენ ბარი კოგენი და ივენ პიტერსი.